Რაღაც ჩასულებს სამწუხაროდ წვიმიანი ამინდები დაგვემთხვა. ერთი სული ქონა, როდის ვეწეოდით ქალაქის ტურისტულ ნაწილს, თუმცა აქ წასასვლელად მზიან ამინდს უნდა დავლოდებოდით. გადავხედეთ მოსანახულებელი ადგილების სიას და გადავწყვიტეთ მუზეუმები დაგვეთვალიერებინათ. ტრაბანტ მუზეუმ მოტორ. ეს მუზეუმი ეძღვნება ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის საკულტო ავტომობილ ტრაბანტის ისტორიას და მემკვიდრეობას. ტრაბანტი დასავლეთ გერმანული ავტომობილის ბრენდია, რომელიც წარმოებოდა საქსონიის ქალაქ ცვიკაუში. მუზეუმში წარმოდგენილია ტრაბანტის ორიგინალური და კარგად შემონახული მოდელები. სრულიად აღჭურვილი ტრაბანტის სარემონტო სახელოსნო და ყოველდღიური ნივთები ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან. მუზეუმში ნახავთ მოდელებს, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც სამოქალაქო, ასე სამხედრო დანიშნულებისათვის. ტრაბანტი საკულტო ავტომობილად იქცა აღმოსავლეთ გერმანიის ისტორიაში. იგი ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიის ფრაგმენტი იყო, წარმოადგენდა საბჭოთა ბლოკის ცხოვრების სტილის სიმბოლოს. გამონაკლისი არ იყო არც მეზობელი და ამავე ბლოკის ტყვე ჩეხეთი. სიტყვა ტრაბანტ ნიშნავს თანამგზავრს, რაც საბჭოთა კავშირის მიერ კოსმოსში თანამგზავრ სპუტნიკის გაშვების შემდეგ ინსპირირებული სახელია. ტრაბანტის ისტორია დაიწყო 1957 წელს. ტრაბანტი დამზადებული იყო ბამბის ბოჭკოების მსუბუქი და გამძლე მასალისგან და პლასმასის ნაზავისგან. ეს გადაწყვეტილება მეტალის დეფიციტის გამო მიიღეს და იაფფასიანი, თუმცა ინოვაციური გადაწყვეტილება იყო. ტრაბანტებს არ ჰქონდათ საწვავის ინდიკატორი და სხვა თანამედროვე მახასიათებლები. ტრაბანტი იერთი და ხელმისაწვდომი იყო. ათწლეულობის განმავლობაში მისი მოდელების რაოდენობა 3 მილიონზე მეტი იყო. ტრაბანტის წარმოების პიკი 1980-იან წლებში იყო, თუმცა მოდერნიზაციის ნაკლებობის გამო იგი დასავლეთის ავტომობილებს კონკურენციას ვერ უწევდა. ტრაბანტი ხშირად ასოცირდება ბერლინის კედლის დაცემასთან. 1989 წელს ტრაბანტების ქარავნები აღმოსავლეთიდან დასავლეთ ბერლინში გადაადგილდებოდნენ თავისუფლების აღნიშვნის ნიშნად, ხოლო ტრაბანტი გამოვიდა 1991 წელს. დღეს ტრაბანტი რჩება ნოსტალგიის, აღმოსავლეთ გერმანული კულტურის და ინოვაციის მაგალითად. იგი ხსენებულია ფილმებში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, როგორც გერმანიის საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო. მუზეუმის ოფიციალურ საიტს, რომლიდანაც შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი, აგიზიარებთ აღწერაში.